გამარჯობათ, მოგესალმებით მედია კავშირი ობიექტივის სტუდიიდან. მე ირაკლი კობრავა და გიორგი კარტოზია. თქვენთან ერთად თითქმის 1 საათის განმავლობაში ვიქნებით პირდაპირ ეთერში. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში გვექნება საუბარი. თქვენ შეგიძლიათ რომ გვითხრათ ოღონდ ვისაუბროთ ცოტა ისეთ ფორმით, რაც ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერება. მოგვახსენეთ თქვენი შეხედულებები სოფლიოში, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ძალიან კარგი იქნება თუ რაიმე რეცეპტს მოგვაწოდებთ, რომ იქნება ჩვენ ქვეყანას რამე ეშველოს და წინ წავიდეთ და რაღაცა სიკეთეები გაკეთდეს ამ ქვეყანაში. რადიო მსმენელებისთვის გავიმეორებ ვიტყვი ნომერს 557 88 ეს არის ტელევიზია, სადაც თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში, გამოთქვათ თქვენი აზრი, ჩვენ შევეცდებით ობიექტურად გაგცეთ პასუხი, შეიძლება პოლემიკაში შევიდეთ ერთმანეთთან და რა ვიცი, იქნებ რამე კარგი გადაწყვეტილებაც მივიღოთ. რა ვიცი, გიორგი, ერთი-ორი სიტყვა ვთქვათ სოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. მე ეხლა ყველა კი ადევნებს თვალს, მაგრამ მაინც ალბათ ყველაზე საინტერესო ალბათ ეს ტრამპი, რომელიც მშვიდობის ბაირაღით მოვიდა და თქვა რომ მე მშვიდობას დავამყარებ და ნობელის პრემია გაამზადეთ ჩემთვის რომ მშვიდობის დარგში მივიღო, კაცმა რა ვიცი, ყველგან აურია სიტუაციას. რაღაცნაირად იქცევა, რომ აი პროგნოზს ვერ გააკეთე. ალბათ ახლა ამ რაღაც გარკვეულ ძალებს აი კავკასიაში უნდათ არეულობის შეტანა რა. მე ესე ვფიქრობ, ესე მიმაჩნია და ალბათ გუშინდელი ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და უკვე რუსეთიდან აშკარა მუქარა სომხეთის მხარეს. მანამდე რუბიო იყო ჩასული ინდოეთში, სადაც 4 ქვეყანამ, ინდოეთმა, ავსტრალიამ, იაპონიამ და ამერიკამ გააფორმეს თანამშრომლობა სტრატეგიული და ეკონომიკურ საკითხებში. ანუ ჩინეთს რკალი დაარტყეს რა. და ამაზე ჩინეთს ძალიან ძლიერი რეაქცია ჰქონდა, ძალიან არ მოეწონა, რა მოსაწონია, მაგრამ ამითი ხო ამერიკა და აკეთებს იმას, რომ რუსეთს ჩაახუტა ჩინეთი. ჩინეთი საბოლოოდ ხო, აი ესეთი ნაბიჯი, რა ვიცი, რუსეთისკენ. შორეულ მომავალში არ უყურებენ რა შედეგი შეიძლება დადგეს. დღეს აწყობთ ესა, აკეთებენ და მერე ამას რა შედეგი მოყვება, რატომაც ანალიზს არავინ არ აკეთებს მაგ ამერიკაში. მოკლე ვადიანი რაღაცა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ეგრევე საქმეს მოაგვარებენ და შემდეგ რაღაცები მოყვება ამას, იმიტომ რომ ხლა ვინ დარჩა იქა? ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი, რუსეთი და ესა, რა ქვია, ლუკაშენკო. ბელორუსი, კი ბატონო, ეს ქვეყნები კავკასია ფაქტიურად წაიღო ამერიკამ. რეალურად ჯერჯერობით არა, მაგრამ ალბათ სომხეთს საფათო თამაშია. ძალიან საფათო მაგაზე ვსაუბრობთ, ძალიან საფათო თამაშია თვითონ სომხებისთვის პირველ რიგში და ის რომ აი ჯერ რუბიოს ჩასულა და გაასული არ იყო ერევნიდან, რომ რუსეთიდან უკვე წავიდა მუქარები და საკმაოდ სერიოზული მუქარებია რუსეთიდან სომხეთის მხრიდან, მithom ყველაფრის მიუხედავად, რომ საკმაოდ დიდი კონტინგენტი სამხედროების უყენია სომხეთის ტერიტორიაზე რა. აი ეს რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია ეს გიუმრის ბაზა, რომელიც სომხეთს არ ამგონია რომ რუსეთმა ეხა გიუმრის ბაზას დათმონ ესე ადვილად, რადგანაც ის არის ერთადერთი აი სამხრეთში, ერთადერთი მათთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ბაზა, საიდან ხო აქვთ ბაზა? ჩვენთანაც აქვთ, ჩვენთან
ხო სამაჩაბლოში და აფხაზეთში რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია მათთვის სამხედრო თვალსაზრისით. ხა ამას დაუმატეთ ის რომ სულ რამ 2 დღის წინ ასევე ოფიციალურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ კიევიდან გავიდნენ დიპლომატები. ხო და იქაც აპირებს ალბათ გარკვეულად უკვე ვაზმეზდია და ვაზმეზდია ოპერაციება იმ ოპერაციის ბავშვები რომ დაიხოცნენ ლუგანსკში და აი ამაზე აქ ეხლა გახლავდა ნახოთ აი როგორ ჩაივლის ეს ისა თუმცა როგორც არის საუბარი არც ერთი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელს არ დაუტოვებია კიევი მაგრამ მე არ მგონია რომ რუსეთმა უკან დაიხიოს და ეს თავისი ახლა გააფრთხილა ოფიციალურად გაფრთხილებაა ესა და ამას მე რა მოყვება ძალიან ძნელი წარმოსადგენია რა თქმა უნდა რა მოყვება აი ამ ოპერაციას და მოსახლეობას გააფრთხილა რომ აი კვარტლებში სამთავრობო კვარტლებიდან გავიდნენ და გაიხიზნონ ალბათ ამზადებს მაგრამ იცი არ რომ რუსეთი ხა ბრმა დაბომბვას არ დაიწყებს აი ამ 4 წლის განმავლობაში პირველად ხდება ის რომ აი ესე ოფიციალურად ზარი შემოუშვათ და გავაგრძელოთ გისმენთ გამარჯობა ღვთისმშობლები თქვენ როგორ გიკითხოთ მე ისე კარგად იყავით გაგიმარჯვეთ კავკასიაში ბამბობი კიდოდა ამზადებდა რომის რუსეთთან ეს ფაქტია და მეორე შეგმებულია დარგიზოს ამოკიდებული დღეს იმიტომ რომ ეს რინგა გამოწყდა თორემ პრაქტიკია ჩვენ დამოკიდებული და არ გიგიებია და თუნდაც თავი რატომ მოიწონა ეს წესდა ეხლა გუშინდელი აქცია რომ იყო ის აქცია ქართული ოფცების და ნაციონალების შეფასებული აქცია იყო ორივე მიწოდა ქართული ოფცები აფინანსებს იმას და ჩიხორას აკეთებს და ეს ორივე ერთად შეფასებულები კარგად კარგი კეთილის დამადი თოლპარი ხო არიან ესპანეთო არ გადაწოდნენ ერთგული ესპანეთი ის არის ქართული ოფცები და ნაციონალები ესპანეთთან დაქორწინებულები და ყველა სხვაი ნაციონალიან ყველა გვაყურებენ და აი წარმოიდგინეთ თქვენ ავამბობ ბავშვებს დედები დგას და ფული არ მისცეს სამარი არ მომწონს და vis პოლიცია ჩაუყენეს და ეს თავრობა დარწმუნებული ვარ ზეციდან უფალი იოსე ქრისტერო ესწრო იმასაც პოლიციას დააჭერდნენ და ხელიანებენ ასმანენ ჯვარ ამათ დობა არ შეიძლება და თქვენი პარტიის იმედი მაქვს მე წინა გიხარი ჩამოვალ ავტობუსს დავწუხდა ერთი ოფიცერი როცა დაგიძახეთ დაგიცნები სამეგრელოდა ჯგირ რაღაცა იმოქმედეთ მაგრამ გაიხარეთ ერთმა გაგიმარჯვეთ და თქვენაირად აზროვნებდეთ ეს ხალხის ჩვენ სულ ვამბობთ რომ იმიტომ რომ ნამდვილად პატრიოტი ხალხი რო არ გამოვიდეს ქუჩაში ამ ნაცებს ათამაშებენ ფულებს ეხლა ეს ზუსტი დიაგნოზი დასვა პატრიოტებულ რაც ვამბობთ რა და აზროვნებს ადამიანი და ჭირდება რომ იაზროვნოს იმიტომ რომ ხვალინდელ დღეს უყურებს და ვიღაცას რო კითხო რაღაც რა ვიცი რა მოდი იმას მოვჭეთ ეხლა რუბიო საათნახევრით ჩავიდაო მეტი არ სჭირდებოდა იმიტომ რომ არჩევნები მოდის ეხლა მაშინ სომხეთის საპარლამენტო და ხო და ჭირდებათ ის რომ შეპირდნენ ეხლა ამერიკა არასდროს არავისთვის სასიკეთოს არ გააკეთებს სადაც დემოკრატიის დრო შეაწია იქაც ნავთი და გაზი აღმოჩნდა და რაღაცა ის საბადოები რაც მას ჭირდება დღეს სომხეთი ჭირდება ლოჯისტიკისთვის იმიტომ რომ თუ დაიწყო და რა თქმა უნდა ირანს ესე არ დატოვებს ეგრო მაგრამ ამერიკამ რო დატოვოს ისრაელი არ დატოვებს იმიტომ ისრაელის გეგმაში არის მთელი ეს დაშალოს მთელი ეს კონგლომერატი ეს არაბული სამყარო ირანი თურქეთსაც კი ემტერება ანუ სულ ყველაფერი თავის გეგმით მიყავს რა და ამიტომ ეხლა თურქეთმა ვარი უთხრა
არაბულმა სამყარომ ვარი უთხრა ბაზების გამოყენებაზე. დარჩა ეს სომხეთი მაგიტომაც უყურე ირანში სომხეთს კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და ფულიანი ხალხიცაა სომხები. ძალიან ბევრი ფულიანები არიან. აქეთ ირანი, რომელიცაც გადაინტერესებს, აქეთ აზერბაიჯანი, რომელიცაც საერთოდ არ აინტერესებს სომხეთის არსებობა და თურქეთი და რუსეთი დაკეტავს. არ ვიცი მე რა პერსპექტივა აქვს ამ თამაშს. არაფერი. თან ამერიკამ რეები შეპირდა სომხეთში გაივლის გაზი, ნავთი, გზებს გაგიკეთებთ, ინფრასტრუქტურას, აქ ჩამოვიტანთ მიკროჩიპების ქარხნებს და 9 მილიარდს მოგცემთ და რა ვიცი. ეს სომხებმა იდატუნ თავიანთი. არა, იცი რა, რაც კარგი მეზობელი გეყოლება და შეძლებული და დალაგებული, ჩვენთვის ამ პატარა კავკასიაში არ შეიძლება სომხეთი რო აირიოს, ჩათვალე ჩვენთანაც არეულება იქნება. არ არსებობს ეს დომინოს პრინციპია, ხო და არ ვიცი ეს ხალხი როგორ ფიქრობს და რისთვის არიან ახლა ფაშინიანს რო არგენტინის ბუენოს-აირესის აეროპორტის ფლობელი აფინანსებდა, ეს ყველას ცნობილია ამერიკელების შეკვეთით. და რა ვიცი როგორ იქნება. გისმენთ ზარია შემოუშვით. გამარჯობათ. გაგიმარჯვეთ. გაუმარჯოს, კაი ხალხი. გაგიმარჯვეთ. მერთმა გაგიმარჯვეთ. მომისმინეთ, ეროვნული მოძრაობიდან ვარ მე. გაიხარეთ. ჩვენ შავით, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს. კი ბატონო. ეგ არ არის ახლა მთავარი. მთავარი ის არის ვიჭებოდო, ჩვენ 9 აპრილი გვაქვს საფრთხე. ანუ წარმოიდგინე. 9 აპრილი იყო ორი. ერთი იყო ჯვარცმა, ჯვარზე გვაცა შევარნაძემ თავის მეგობრებთან ერთად და საბჭოთა ჯარის გამოყენებით და მეორე 9 აპრილი იყო აღდგომა. ანუ გამარჯვების დღე იყო. და იმ 9 აპრილის გმირების ღვაწლი დაფასდა. ანუ ჩვენთვის ეს არის მთავარი. 9 აპრილია ჩვენი მოძრაობის, ჩვენი ყველას ამოსავალი წერტილი ეგ არის, ორი თარიღია მთავარი. 9 აპრილი და 17 მაისი. ერთი ზვიად გამსახურდიან დააწესა, მეორე პატრიარქი. მე ბატონო. ეს ორი თაბლეტი არის ჩვენი საკრალური თაბლეტი. აი ეს საგვარცხოს. შევზე გარგაბიცით, ახლა ჩვენ რა იყო 26 მაისი თავში დაგვეთა ის თავისუფლება. ბატონო. ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ. კი ბატონო. ნუ მაგ ისტორიას რომ მივყვეთ. ყველა ეროვნული ძალა აქ უნდა გაერთიანდეს 9 აპრილის იდეაზე. ჯერ 9 აპრილი უნდა დავიბრუნოთ და მერე ყველაფერი იქნება. ანუ აღდგომა საგვარცხოს, აღდგომა. ეროვნულობა და ეროვნული ძალები უნდა დაბრუნდეს. იმდრეს თუ usმინეთ ბატონი ძალები როგორ დაბრუნდება, აი თქვენ უნდა ჩაუდგეთ, აი ესეთი ინიციატივა მაქვს, რომ 9 აპრილით გავიდეთ. ყველა 9 მომავალი 9 აპრილი აღნიშნო. კი ბატონო. აი ეს არის, და თავარი ეს არის. ძველ აღთქმაში არ უნდა დაბრუნდე, როცა ახალი აღთქმა გაქვს. როგორ შეიძლება 26 მაისში დაბრუნდა, გუშინმა დღეს ეს დაამტკიცა. ნაცი და ქოთი ერთად არიან. სალომონ ჟირამიშვილი და ბიჭი და ივანიშვილი ერთად აღნიშნო, ორივე საფრანგეთის მოქალაქეა და რა იყო 26 მაისი. 26 მაისი როცა მილიარდობით ტონა ის გაიტანეს ფანახშირი აქედან ბრიტანეთმა და ემან. კი, დაფასებელი იყო და ზვიადმა დააფასა ის და მაგრამ თავარი ის არის რომ 9 აპრილი დაგვარცხეს, 9 აპრილი გამარჯვება დაგვარცხეს. მადლობთ, მადლობთ. სპეციალურად გავაკეთე. მადლობთ ბატონო, სწორი ბრძანდებით. იმ დღეს დავით თარხანმოურავი იყო და ეს ისტორია კარგად და დაწვრილებით მოყვა. მეც 9 აპრილს ვემხრობ ახლა რახან ჩვენი დიდი ადამიანის, დიდი გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, ეს ცალკე შეიძლება აღინიშნოს და ჩვენ გერმანელებმაც გვიღალატეს და გაგზარცვეს და ბრიტანელებმაც იგივე გააკეთეს და არც სომხებმა დაიხიეს უკან და ყველამ გაგზარცვა და წაგვართვა ტერიტორიები და რა ვიცი, ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ რაღაც
მოჩვენებითი დამოუკიდებლობა თან მოღალატე ჟორდანიას რა თუნდოდა დამოუკიდებლობა რუსეთში იყო თავიდან ფეხებამდე. შევიკები იყვნენ, იგივე იყვნენ განაყოფი, როგორც აი დღეს არის ნაციონალები გაიყარა. არა, თან სულ არ უნდათ კაცო რუსეთს იმაში რუსეთის ორბიტაზე იყვნენ და რუსეთზე იყვნენ მიჯაჭულები. რა თქმა უნდა 9 აპრილი ის საკრალური დღეა, რომელმაც აი გადატეხა არა მარტო საქართველოში, საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა, შეიძლება 9 აპრილის გარეშეც დაშლილიყო, მაგრამ დაჩქარები სხვა პროცესები იქნებოდა და 9 აპრილის სისხლმა და შემართებამ დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა და მეც ვემხრობი რომ 9 აპრილი უნდა იყოს ეს დღე. მადლობა ზარისთვის სასიამოვნოა, როდესაც მოაზროვნე ადამიანები რეკავენ და ესეთ აზრებს ვაწვდიან. ხო, სად გავჩერდით? სომხეთის ამბავზე, ხო? სომხეთზე. ხო და იმას ვიძახი კიდე, რაც უფრო ძლიერი და დალაგებული მეზობლები ყავს, ჩვენს დალაგებულ სისტემაში ვიქნებით. და ამიტომ ვიძახი თორე ხლა ღმერთმა გაუმარჯოს კაცო ყველას თავის გზა აქვს. მე კი არა ვერ დაუშლის, მაგრამ რისი იმედი აქვს ის მაინტერესებს. ხო, აბსოლუტური მაში მოხდება. მოგვილოცაო, რუბიომ ქართულ ხალხს მიულოცა. ქართულ ხალხს. და არა ხელისუფლებას. საერთოდ ხელისუფლება არც ტრამპს, არც არავის არ უხსენებია ხელისუფლებას საერთოდ. მილოცვაში ქართულ ხალხს მიულოცეს დამოუკიდებლობის დღე და უსურვეს რომ კეთილდღეობა და ტერიტორიული მთლიანობა და არა ხელისუფლება, საერთოდ ხსენება არ იყო. მე ერთს ვიტყვი და შენი აზრიც მაინტერესებს. ეს რაღაცა იმედმა რომ პლაკატები გამოუშვა. რას ნიშნავს ეგა? მერაბი, ზვიადი და ბატონი ბიძინა. და ეხლა პოსტივიმ გადაწყვიტა, რომ ახალ პლაკატი გამოუშვას აიათოლა კიმ ჩენ ირი და ბიძინა. ეს პლაკატი უნდათ ეხლა გააკეთონ და ისე ბატონო ბიძინა, თქვენ ნახეთ ის პლაკატი და ეს თუ ნახეთ, რა ვიცი, როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა გაკეთდეს და ამას მიესალმოს ვინმე. არ შეიძლება ეგეთი რაღაცის გაკეთება, არ არის ეს თანასწორი და არც სწორია და რაღაც განდიდების მანისკენ მიმავალი ადამიანს და თქვენ ძალიან დაგაზარალებთ, ძალიან. არ მე არ ვიცი ახლა თქვენ როგორ აზრობთ, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელია და მრავალი ქართველისთვის. გარდა იმ ვაზელინით რო არიან მზად ისინი რამილშვილისნაირები რომ 2028-ში რო ლოკავენ რომ იქნებ სადმე პარლამენტში ისე მოხვდეთო. ზარია გისმენთ. მოგესალმებით. გამიმარჯვეთ. ორი შეკითხვა მექნება თუ შეიძლება თქვა. პირველი ახლა იმ თემასთან დაკავშირებით აღწერა ახსენეთ. ხო, ხა ივანიშვილის გამოსახვა არასერიოზული იყო, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ 26 მაისში გასაგებია მერაპოსტელას საბადოების დღე, მაგრამ თუ მერაპოსტელას საერთოდ სახალხო ზვიად გამსახურდიას კი ბატონო არაფერისაც რამდეგო არ მაქვს, მაგრამ რატო არ არის გია ჭანტურია, რატო არ არის სურათ ჭავჭავასა, ხო? ეროვნული გმირის ხო, არა, მაგას ვიტყოდი გენაცვალი, მაგრამ მე კონკრეტულად ეს ის იმას ვქენი ახლა განვიხილე, რაც ფაქტია, თორე ჩვენთვის ძალიან ჩვენ იმ დროიდან მოვდივართ, გია ჩვენი ძმაკაცი იყო და ყველაფერი, რა ვიცი, ძალიან ახლოს ვიყავ, ჩვენ მონარქისტები ვართ და რა ვიცი, ერთად გვიბრძოლია და ყველაფერი გავიკეთები ახლა მაგაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ მე კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე, რომელიც სირცხვილია, ერის სირცხვილია ხალხო. ამას გასახლების და კიდევ ერთი შეკითხვა მექნება, თუ შეიძლება ზანეთ ახსენეთ. ეს უკვე ცოტა სხვა თემას ეხება და გრიგოლ ბატონიშვილი, რა თქმა უნდა, იცით გადასარევად საზოგადოებამაც ერეკლემების შვილიშვილი, ხო? აი, ამაინტერესებს არის ისტორიკოსების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველოს კახეთის უკანასკნელი მეფე იყო გრიგოლ ბატონიშვილი. ხო და ეს ისტორიაში ცნობილი, რომ 1812 წლის აჯანყების დროს მეფედ გამოაცხადეს აჯანყებულებმა. მაგრამ მეფედ გამოცხადება რას ნიშნავს და მეფედ რის მერე იწოდება ბატონიშვილი. როდესაც მოხდება მისი კურთხევა და როდესაც ბაზარი, სადაც უნდა მოხდეს კურთხევა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორც ცოტის ხოველი იყო იმ დროს.
აი ამ დროს სამეფო კარის განრიგებით რა ხდება, როგორ უნდა მოხდეს ბატონიშვილის კურთხევა და არის თუ არა გრიგოლ ბატონიშვილის კახეთის მეფე. ნიკო ჯავახიშვილს უწერია რომ აჯანყებულება გამოაცხადეს მეფე. ნუ ეხლა მასე მეფით გამოცხადება არ ნიშნავს გვირგვინის დადგმა. დღეს ეხლა ბოლო მეფე საქართველოსი იყო ჩვენ რო გადმოვასვენეთ თურქეთიდან სოლომონ მეორე წმინდანად შერაცხული ბოლომდე მებრძოლი ადამიანი და გრუზინსკების შტო არის დღეს გიორგი რომელიც რო დაჯდება ტახტზე იქნება გიორგი მე-13 ჩვენ ესე უყურებთ ბაგრატიონთა ოჯახს და ეხლა მეფედ გამოცხადება არ ნიშნავს მის კარანაციას რა, ანუ გვირგვინის დადგმას და მის ნათლობას არ ნიშნავს. ამიტომ ბოლო მეფედ ითვლება სოლომონ მეორე და გიორგი მე-12 ითვლება ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს შთამომავალი. ესეა ისტორიაში. ეს და შორს წაგვიყვანს დაუბრუნდეთ. ხო, ახლა ეს ისტორიული ის იყო რაკუცნა ხო სად შევწყვიტეთ ისევ სომხეთის და სომხეთ კაი მერთმა კარგად ამყოფოს სომხები კაცო. აი ბიზნეს ბატონი ბიზნეს და აი პლაკატთან დაკავშირებით სტრინით რაცია ეს ადამიანმა სწორი თქვა როგორ აიცი ესენი კეტავენ იმ გზას სადაც უნდა ჩვენ ვიდგეთ წესით მაგრამ როგორც კი ჩვენ გავალთ ეხლა იტყვიან რომ აი ნაცების კუდები არიან და დაიწყება ისეთი ამბავი რომ საერთოდ რომ შეგძულდება ქვეყანაც და ეს ხალხიც ყველა და ამიტომ აკეთებენ აფინანსებენ უშვებენ და მერე მიდის ლანძღვა გინება რომ ესენი ტაკაცუკები ბაკაცუკები რაღაცეები ეს ჩვენ ჩემო კარგო ხალხო ჩვენ ვიყავით პირველი მონარქისტები ანტისოროსი რო გავაკეთეთ და სოროსი გავასვენეთ და ჩვენთან ერთად და ჩვენ ერთად ვიბრძოდით მაშინ პარტია არ იყო მედია კავშირი ობიექტივი რომელიც იბრძოდა ამ საზიზგრობის წინააღმდეგ რასაც მიშისტები და მიშას ხროვა ქვია ამას ციხეები მხეხეთ კაცო უსახკარო დაგვტოვა ყველაფერი გაგვიკეთა მიშამ და ბევრი ხალხი შეეწირა სიცოცხლე ამას და ესენი მზამზარეულზე მოვიდნენ დაბძანდნენ ტახტზე და დღეს იძახიან ერთი ადამიანი დამისახელოს ვინმე ვისაც რამე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის ან უომია ან უბრძოლია მიშასთან იყვნენ სამსახურში ან სოროსის ფონდში დღეს დაასწრნენ და რაღაცა მოიგონეს ომი და მშვიდობა რაღაცა ქვეყნის უსაფრთხოება რაღაცა სისულელებს ლაპარაკობენ და იზოლაციაში მოვაქციეს საერთოდ სოფლიოს არ უნდა რუბიო ჩამოვიდა ბიჭო იქ თუ გაჩერდა სომხეთში აქ ჩაუფრენას რა უნდა ზარია და მე გავაგზავნოთ ამაზე საუბარი გისმენთ ალო დიახ გამარჯობა მე თვითონ მუშინდენ დამარცხმა რომ საქართველოში უმრავლე ხალხის არის მოგრძნობა ამ რისტე და საკონსტიტუციო მართ როგორც არის ის რარი შუდი რომ არც ერთი ადამიანი არ თვითონობს ქრისტემ ამდენი რამე რომ გვაპატიებს ადამიანებს ჩემ ჭირდებით ღმერთს საერთოდ რისტის ჭირდებით რომ აი მან რაც შექმნა დედამისთან და სიმდიდრე რათა ის გაბაოხოთ მოვიხმაროთ დადიხაროთ თამეთი რაღაცას ჭირდებით ღმერთს უხდა რა თქმა უნდა თავის სახად შექმნა და მოგცა ნება და უფლება და მიუხედავად იმისა რომ ადამი დაეცა და უღალატა უფალს მაინც უფალმა დაგლოცა გამრავლდითო და გაიხარეთო და უნდა შემქმნელს ემსახურო და შემქმნელისთვის უნდა იყო ადამიანი სხვა ახლა მოკლედ რო ვთქვათ სხვანაირად როგორ შეიძლება მაგრამ თუ არ გწამს ადამიანს მაშინ მისთვის სულ ერთია იმას გონია რომ დარვინის არ იყოს მაიმუნისგან შეიქმნა და ბუნებითაც მაიმუნია და გარყვნილია და მეტი რა უნდა გააკეთო
თუ ეკაი ხალხო ბავშვს რო წამალს არ მისცემდა პენსიონერს და უპოვარს რო ფულს მოპარავ რო შიმშილით ამოხდეს სული რა უბედურება რა უნდა გჭირდეს და ოჯახში მიგაგდა შვილებს აჭმევდო იმ ბავშვს ლუკმა წაართვი და შენ შვილს ჩატენე რომ ხორივით გაძღეს რა არის ესა ეს არის საქართველოს სიყვარული ესა სამსახური ერისა და ქვეყნისა მაგათ ღმერთის სამდგათ დადგებიან ქსანთელს დაიჭერენ და ეგენი რო არიან არ შევდივარ ეკლესიაში ეგენი არ არიან კაი ხალხი არ არიან ქართველები ეგენი სხვებს ეძახიან უსამშობლოებს და თვითონაც ეგენი არიან რა სიტყვის შენ ცდები რამეში რა ვიცი არა შეცდომა რა თქმა უნდა არ არის მაგრამ აქ არის რა თქმა უნდა ის რომ არ არის რუნვა შენს ქვეყანაზე არ არის რუნვა აი ამ ავადმყოფ ბავშვებზე ხო აი რაღაცა ისეთი არგუმენტები მოიტანეს რომ ბავშვებს წამალის ფულს არ აძლევენ რომ აი სასაცილოც კი არ სატირალი რომ გახდა რა ეს აი ესეთი არგუმენტები მოიტანეს რომ რა მნიშვნელობა აქვს ხო მიეცი ამ ბავშვს ეს წამალი შვებას იგზნობს რაღაცა იქნება ხო შენ იმედი ექნება შენ აი რა არის აი სულ იმას იმავშვები რომ ერთი გუნდია ესენი რა აი სულ ერთი იმაში არიან მოხარშულების ნაცები და ეს კოცების ახლა რასაც უყურებ ხო 90% დღევანდელი ხელისუფლების ნაცების დან არიან წამოსულები ხო ერთი და იგივე ისა აქვს და კარგი იყავით ბიჭო კიდევ ერთხელ ვიმეორებ იყავით და მილიონჯერ გვითქვია და იყავით მაგრამ ხალხისთვის იყავით თო ხელისუფლებაში ხალხისთვის იყავით და ხალხს თვალებში ნაცარს ნუ შეაყრით რა სიმართლე თქვით ეს სიმართლე და დამთავრდება ამით ხო ყველაფერი რა ხდება ისეთი რომ რაღაცა 40 მილიონზე რომ ამდენ ხალხს გამოიყვან ბავშვებს ატირებ თელი ისაგან რატო აკეთებ ამას რატო დღეს არ ვიცი ხა ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია მაგრამ ინტერნეტის საშუალებით წავიკითხე რომ კიდე რაღაც იმისი საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება ხო მოადგილე გუბერნატორები და შედალოცვილო ამას რო აკეთებ იმას მიხედე რა ამის ფული გაქვს იმ ბავშვების ფული არა გაქვს პენსიონერს დაუმატო იმის ფული რესტორნებზე და ბანკეტებზე დახარჯული თანხები ამოწია TV პირველზე მითხრეს და გადავრთე 100,000-ები 80,000 20,000 არ შეიძლება ესე ბოლოს და ბოლოს ვე წინა გადაცემაშიც თქვი და ეხლაც გავიმეორებ რომ მიიღებთ სოციალურ რევოლუციას აი ეს იქნება თქვენი ბოლო იმიტომ რომ სხვანაირად აი რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის ზუსტად ის ეხლა კიდე ამათ მოუმატებ ხელფასს ის საწყალი პენსიონერი 400 როგორც არის საერთოდ 350 ლარი გამოდის საერთო ისა ხო საშუალო პენსია როგორ უნდა იცხოვროს იმ ადამიანმა პენსიონერმა როგორ უნდა იცხოვრონ იმ ბავშვებმა აი ამას რომ უმატებენ ხელფას აი ამ იმებს ჩინოვნიკებს როგორ უნდა ჩახედონ იმ ბავშვებს თვალებში და წამლის ფული რო არ მისცემ ჯიბიდან უნდა მოიღონდო ჩვენი ჯიბიდან იღებენ ფასები რისთვისაა აწეული ბიჭო უყურე ინფლაცია ხდება ხალხო და დოლარი იკლებს ანუ იაფი დოლარი ჭირდებათ ამათ ბანკებთან გარიგებული არიან იაფ დოლარით შემოაქვთ პროდუქცია ჩვენ ხო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ ექსპორტი მარტო რაღაც ვინო გადის რაღაცა 100 ბოთლით რაღაცა იმპორტი იაფი დოლარით ხილობენ და მე 60-70% სულს ხდიან აქა ხალხო კალათა რასაც ქვია ხო სამხმარებლო კალათა რომელიც 300 ლარიაო 350 ლარი პენსია ადამიანს გაზი იცი კუბომეტრი რა ღირს 54 თეთრი ღირს კუბომეტრი გაზი 54 თეთრი კი ბატონო არა აი ამას საუბრობდა იცი როგორ არის ახლა რასაც უყურებ ხო ის ოპოზიციის იმიდან ვიძახი რა ის რო არიან აი ეს ნაცები გაერთიანებული ნაციონალურ მოძრაობას ვიტყვი რა არც ერთი მათი აქცია
არ არის აი ამ სოციალურ საკითხზე. როგორ იქნება? ხო, არ აკეთებენ რა. და ერთ-ერთმა გამომსვლელმა ძალიან მშვენივრად თქვა, როგორც ცოლ-ქმარიო, ესეთ შეთქმატკბილებულად ცხოვრობენო ესენიო რა, ქოცებინაც. აი ესეა, ზუსტად ესეა რა. და ეს სტატუს-კვო რომელიც დღეს არის, ხო, ორივე მხარეს აწყობს. ორივე მხარეს აწყობს, იმიტომ რომ ქოცები არიან და არიან ხელისუფლებაში, ეს ნაცები არიან და იქიდან ევროპიდან გრანტებს და იმებს დაფინანსებებს იღებენ და ესენი არ აძლევენ ფულს. ესენი აძლევენ ფულს, რა თქმა უნდა, იმიტომ წეღარას თქვი რომ თუ სიმართლე არის თქვა არაფერი არ გამოვა, მიშას უნდა და სიმართლე თქვა და ნახევარი რაღაც თითქოს სიმართლე თქვა. ბოლომდე არის ძახის ისიც და აი ეს არის რა. იმიტომ ევროპიდან შემოტანილ ფულს მე როგორც მინდა ისე დავხარჯავდა. შენ რომ მომცებ, როგორც მე მეთქვი ისე უნდა დავხარჯო. ხო. ასეა ეგა და ამათმაც იციან, ეგა და ფული არ აკლიათ. შედავლოცლო წყალი რო 2 ლარი წყალი საქართველოში ხო წყლის ირანში არღეს რაღაც 30-40 ლიტრი ირანში 1 ლიტრა წყალი და ჩვენთან სადაც წყალი არ არის და რა უნდა ელაპარაკო მე არ ვიცი რაღაცა აი ხო მე ვიღაცა გამოვიდა დედაკაცი და რა გინდათო თქვენ მანქანებით რო დადიხართო ჩაჯექითო ტროლეიბუსში და იარეთო ჩვენ ვივლითო მანქანებითო ავტოპარკი არ გვაქვს თუ ბენზინი უფასო არ გვაქვს თქვენ ვინახართო თქვენ ხართ პლეფსიო ბიჭო ხო გააკეთეს ეს სახელმწიფო ხო არის უკვე ბანტონყმობა ეხლა მიდიან დიქტატურაზე ერთადერთი რაც დარჩათ ეხლა როგორც ირანშია ირანში მე მგონი მაგიტო დადიოდნენ რომ ესწავლათ როგორ შეექმნათ ესეთ სახელმწიფო და ეხლა ეს რო ყავთ ბრიგადები ირანში ისლამის რევოლუციის გუშაკთა კორპუსი ეხლა იქნება ქოცთა გუშაკთა კორპუსი და დაამთავრებენ ამითი მერე გამოხვალ გესვრიან და ეთქვა რა მოხდა მერე ასე მოხდა ასე არ ამბობენ დღეს თუ ქვეყანაში ჩემო კარგო ხალხო სასამართლო არ იქნება თავისუფალი არ იქნება პატიოსანი არ იქნება კონსტიტუციის დამცველი და კონსტიტუციის მიხედვით მოაზროვნე და საქმის გამკეთებელი ის ქვეყანა უსამართლოა და უსამართლო იქნება ყოველთვის ასე იყო როცა იყო მიშა ყავდა პროკურორები და იმათ აზზე დადიოდა ყველა დღესაც იგივე ხდება საქართველოში გისმენთ ზარია ისაუბრეთ ქალბატონო ბოდიშით ცოტა ტელევიზორს ან ჩაუწიეთ ან ცოტა მოშორდით რა კარგი ისაუბრეთ ძალიან დიდი ბუდიში ძალიან ცუდად ისმის რა და აი საერთოდ არ გვესმოდა და ბუდიშს გიხდით რომ აი უბრალოდ ფიზიკურად არ გვესმოდა რა საუბრობდით ბუდიშს მადლობ ზარისთვის იქნებ შემდეგ მოახერხოთ დარეკვა ხო არ საერთოდ არ ისმოდა უამრავი კითხვები დააგროვდა შემოგია ქვეყანაში უამრავი კითხვები გამიდა ესე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თემა სულ ახლა რაღაცად აი ურთიერთობები დაუშვათ სხვა სახელმწიფოებთან აი ურთიერთობები რუსეთს ახლა 1 ივნისიდან შემოდის ახალი კანონი ხო რომელსაც კანონიკა სამსახური ამოქმედდება 1 ივნისიდან
აი სიძულვილის ენის საწინააღმდეგო რაღაც კამპანიის საწინააღმდეგო, ხო? აი მე მაინტერესებს აი აპარატი შეიქმნება, რომელსაც რაღაცა იქ ხელფასები, რა თქმა უნდა, თავისი ყველაფერი ექნება ამ აი როგორ განსაზღვრა აი ამ სიძულვილის ენის რა პირობებში და აი თუ დინარაძე გადაწყვიტავს, ხო, აი ეს არის ყველა რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს, მე შეგვიძლია სასამართლოში მიხვიდე. ესენი წყვიტავენ, თვითონ წყვიტავენ, ხო. შენ რო თქვა, მე რა გეტყვიან, ეგ არაფერი შეურაცხყოფა არ არის თუ ძმახა. ხო, შენ თუ ახლა თქვი, რომ ესენი ნაძირალები არიან და ხო, არა, თვითონ რო საუბრობენ, აი თვითონ რო გეუბნება და უშუალოდ არა რაობა ხარ, არა კაცი ხარ, ისა ხარ, ეს არ ითვლება ეთყობა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ამბობს, ის ხო ღმერთია. ხო, ის არ შენ ხარი ხარ. ის იუპიტერია, ამიტომ იუპიტერს შეუძლია ილაპარაკოს. გისმენთ? ალო. დიახ. ისა მაი ისე კი მართალს ბრძანებს ჩვენ. ვისაც მოსმენით ისარ. ვისაც მოსმენით ისარ. ნამდვილად რასაც ამბობს ყველაფერი არის ნაღდი. აი რასაც ამბობს ყველაფერი არის ასე ხდება. პენსია 350 როგორ უნდა იყოს პენსია. მეორე სოციალური აი გასია თვითონ მოიგონეს ეს თვითონ სოციალური აბა როგორ ხდება განვაახლებს რაღაცას ხო ვისაც არ ეძება და იმერს არ იწევს და რაღაცა რაცა მანქანები აქ ვინებიან ყველაფერი და ისა სოციალური 60 ლარი და ყველაფერი მე კი ცხოვრობ კირი ხუთი თვის უკან შვილი მეცვა იმასაც ვაქნეს ამერიკაში ის დამეყობა ხუთი თვეა ყველაფერი დავკიდე არაფერი არ დავჭა სოციალური მომიხსნეს როგორ ხაჟიკამ ბინა დამიცვალეობებს რა და გამოვიცვალე მისამართი და იმას არ გიგენ მე სამეცია არ გიფინანსებ სოციალური არ მიიღია და მიხვედით იქ სოციალურში განცხადება და მივედი ისა მინამიკეს უკვე მინამიკეს 42 მასკულა ნუ 100-დან 52-ზე გადავწყვეტ იმიტომ რომ დავკიდეთ რომ აქეთ არ მიყიდია უკვე დავკიდე როგორ არაფერი არ გამიყიდია ვალები დავიძებ ბანკი ხვალები და ესე ხო რა ესწრება ხარ მადლობა ზარისთვის მადლობთ ზარისთვის და სხვათაშორის ესმის ქალბატონი აი ქალბატონის ნათქვამი არ ხართ სამწუხაროდ ბოდიშ გიხდი ირაკლი და მინისტრის მოადგილე ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება იყო ამ ორი დღის წინ და 32000-ით დაძლია ანუ მოხარულები ვართ ბოდიში ვარ როგორც მოლამთქვა რომ ვირი გადავაჩვიე ჭამას და მოკვდაო როგორ დაძლიეს რა არის განძი იპოვეს ღმერთმა დიდხანს აცოცხლო დაიხო როგორ უნდა დაძლიო აი მითხარი რა სამუშაო არ არის ის არ არის აი როგორ უნდა დაძლიო არა მე ხა 32000-იო და გახარებულები რო აი და ხა მე ვიცი ისეთ ადამიანებს ერთ-ერთ გადაცემაშიც ვთქვი რომ ისეთ ადამიანს მოუხსნეს და არაძლევენ სოციალურ აი ამ დახმარებას ცელოფნებში ცხოვრობს რა კაცი ის არა კარიერა არის ის არ არის თან ინვალიდი ადამიანია აი ესეთ ადამიანსაც მოუხსნეს ეთყობა რაც მაცივარში რაღაცა უპოვეს და ეგ იყო და ეგ მეზობლის მიცემული ალბათ ან ათესავით აი ესეთ ადამიანს მოუხსნეს და 32000 თო ჩვენო და აი ესეთი გახარებული გამოვიდა რომ ჩვენთან სიღარიბე მარცხდება და რა სიღარიბე მარცხდება იმ დღეს გავიარე და ხალხი ნაგავში ეკეკებიან აი ნუ თუ აი იმ თქვენი დაბურული მანქანებიდან ეს არ ჩანს რომ ქართველი ადამიანი ქართველი
თქვენი ბებიების ხნის ადამიანი ძდიან და ნაგავს ქექავენ. ან სემიჩკას ყიდის თელი დღე და 20 კაპიკის შემხელო პური იყიდოს. გაგიგია ეგეთი რამე და ესენი არიან ხალხი ბიჭო, ესენი უნდა იყვნენ ხალხი. კომუნისტებს ლანძღავენ, თქვენ თვითონ ტროცკისტების გამგრძელებლებო, თქვენ ხო ის ხალხი ხართ, პაპებიდან და მამებიდან და ბაბუებიდან მოსულები, რომელიც ტროცკისთან იყვნენ. აი ეს ხალხი თქვენ, ესეთი ჯიში გაქვთ, რა გიყოთ? ვერ გამოგასწორებთ და ვერ აზროვნებთ თქვენ, ქართული აზროვნება არა გაქვთ, სოროსი არ გასწავლით მაგას. გისმენთ ზარია. გისაუბრეთ. აიო, გამარჯობა. გამარჯობთ. გისმენთ. ახლა დავუჭერდი ესა. ისაუბრეთ გვესმის. მოგესალმებით, ვიგებო. გამარჯობათ. ოჯახი ხავით, მაგრაცი ხავით. დარტელები გავიმარჯვებ. ერთმა გაგიმარჯოთ. ხო, დელები. ხორებს ვერ დაჭაგრავენ. ამათა გონი ვარ, რომ თქვენ ხორები ვარ. აგრელი კაცი ვარ ორივე ხედან. ხვარმაციცის გაბრაზება. მე გენათვალე თურქი და გურჩი. გაგიმარჯოთ. მაგას ერთი კაი სადრიგძოლო მოუხდებოდა. მაგრამ ჩემო კარგო, კარგია რომ ესეც შემართებული, მაგრამ თუ არ ვიმოქმედებთ, ეხლა ღმერთმა თქვა ხელი გაანძლიერეთ და მე ადამიანი როგორ ამბობდა წმინდა პაისი, ადამიანმა უნდა გააკეთოს ის რაც შეუძლია ბოლომდე და რასაც ვერ შეძლებს ღმერთი გააკეთებსო. ჩვენ არ ვაკეთებთ ეთყობა იმას რაც უნდა ვაკეთოთ. ან ვერ ვაკეთე, ან არ გვინდა, ან გვეზარება. აი როგორ არის, აი თქვათ მიტინგი დანიშნე, აი სახშია კაცი და ეხლა მე რო არ მივიდეო, რა მოხდება კაცი ერთი ადამიანიო და ასე ფიქრობს 100,000 ადამიანი. არჩევნებზეც იგივეა, ეხლა მე თუ არ მივედი, იქა რა მოხდება, მაგრამ ასე ფიქრობს 500,000 ადამიანი და არ გამოდის ესე. ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს, ამას გეუბნები. თუ მოქალაქე ხარ, მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადო და მერე შეიძლება თქვა, რომ ნუ რაც არის ღმერთის ნება. მანამდე ვერ იტყვი ამას, იმიტომ რომ შენ არ აკეთებ ამას. იგივე ჩემზე ვიძახი, გიაზე, ნებისმიერზე. არ ვაკეთებთ ამ ჩვენ საქმეს ბოლომდე. ესე მარტო ჩვენ იმიტომ საუბრობთ, ჩემო კარგო, რომ თქვენამდე გვინდა მოვიტანოთ ეს ამბავი, რომ ეს ხდება ამ ქვეყანაში და ეს არ მიგვიყვანს ეკლესიამდე. ეს გზა არ არის, ის გზა, რომელთაც უნდა ვიაროთ. ესენი მოვიდნენ ბატონები, ეხლა ისე 28-შიც ეგენი მოვლენ. თუ ესე მიუშვით. კი, არ მიშვებული არა 300,000 ხმა უკვე გარანტირებული აქვს რა. შადებული აი, როგორი უბრალო ალგებრას მათემატიკა. არითმეტიკის. ხო, რა ვიცი, აი 150,000 კაცი წელიწადში გადის. პოტენციური ამომრჩეველი. 150,000 მინიმუმ გადის ქვეყნიდან. სამწუხაროდ სიკვდილიანობა შობადობაზე რაღაცა პროცენტი თქვეს, თვითონ თქვეს. 7%. საიდან მოემატა ეს 300,000 ამომრჩეველი? სად არიან, სად ცხოვრობენ, ვინები არიან, სად იმალებიან? აღწერა, ჩაატარეს, ბიჭო, მოვიდნენ, გაუღე კარმეთ და ესე უთხრა, სამუშაო გაქვო მეკითხება. რა შვაშია მეთქი მოქალაქე ვარ, სამუშაო მაქვს თუ არ მაქვს. აღწერას ატარებდნენ ვინ მუშაობს და ვინ არ მუშაობს. გაგიათ ეგეთი რამე. მოსახლეობის აღწერა იმის მიხედვით თუ არ მუშაობ, ესე იგი პლებსი ხარ და ვაფშე არ გვაინტერესებ. თუ მუშაობ, სად მუშაობ, რომ მე მოვიდნენ და გითხრან, ეხლა ხმას მოგცემ, თორე გიტირებთ ყოფას. აი ესე არის ქვეყანა აწყობილი. ბიჭო, მიშას დროს 2004-დან როგორც კი პრეზიდენტი გახდა, ხალხი ქუჩაში გამოვიყვანეთ, ხალხო. 15-20,000 კაცი გამოდიოდა და როდესაც უნდა აგვეწენო, დაგვიჭირა და გაგვანადგურა, მაგრამ ხო გამოვიდნენ, არ ეშინოდათ.
არ ეშინოდა დღეს რა შიშია ამისთანა რომ ვიღაცა ზღინკიანისა პრემიერის როგორ უნდა გეშინოდეს თვითონ შიშა რა კურდღელია ზარია გესმენთ გაითიშა შიში არა მგონია უფრო ნიჰილიზმია იცი ხო მარა ბიჭო პრეტენზია რომ ხალხში არის უფრო ნიჰილიზმი იმისი რომ აი არაფერი არ გამოვა რა მაინც ესენი არიან და ესენი იქნებიან ეს ხომ მოგვაცილეს და ეხლა ზუსტად ამიტომ და შიში იმისი რომ დაბრუნდება ნაცმოძრაობა აი რა სისულელია ვინ დაბრუნდება რა დაბრუნდება თვითონ ნაცებმა ეხლა შეიძლება რა ქნას იცი ბიძინა აი იმაზე რომ მოფხანოს ზურგი იმას ევროპას ეს ნაცები პატარ-პატარა იმითი შეუშვას 5% 10% ესენი შეუშვას უმრავლესობას ისევ დაიტოვებს ისევ იქნება გინება დედის და მამის მერე დაიჭირეს კაროჩე რა ცირკია რა ხალხო ხო ერთ წრეზე ვიტრიალებ ეს რო სხვაგან ხდებოდეს სიცილი ამიტყდებოდა მაგრამ ჩემ ქვეყანაში ხდება ერთ წრეზე იქნება ისევ ეს ტრიალი აი 28-ის კონტურები ხო თუ არა და მერე მონახავს ვიღაცას იქ ხო ყავს ის რა ქვია სოზარის უბარი და რაღაცები და იტყვიან ჩვენი სიტყვი გავიდა მაგრამ ოპოზიციაო და გისმენთ ალო მოგესალმებით გამარჯვით ძალიან გქონდ ცოტა სწრაფად რო დროის არასოდეს მისწავს და როგორ შეიძლება ქართველი ადამიანი მათხოვარი დახმარება არ მაქვს დახმარება მომიცნო დახმარება გახდა სამუშაო ადგილს არავინ იცნობს. 80 წლის ადამიანმა რა სამუშაო უნდა იშოვოს, შედალოცულ ახალგაზრდებსა რა აქვს სამუშაო და მე მაგას გეუბნები, ზუსტად. მაგას გეუბნები, ზუსტად. რატომ არ ეუბნები, რომ ის ორ აფთი ქარხანა, აფთი ფაბრიკა, სოფლის მეურნეობა აღდგეს ბატონო შემოგარგო ერთი წუთი დარდათიშო ხო გითხრათ იმ დღეს საუბრობდით იმაზე ხა კახეთში ქართლში ხალხი ელოდება რომ მოსავალი მოვიდეს ყურძნის და ჩააბარონ და რაღაცა ფული ქონდეთ ეხლა შემოიღეს რა ლიცენზია თუ არა გაქვს ვერ ჩააბარებ იმ ყურძენს უნდა აჩეხო ანუ ისინი ვინც არიან ეს ბობოლები ვისაც ქარხნები და ზურები აქვს ისინი იქნებიან და გლეხს რომელსაც შეიძლება 2-3 ტონა 5 ტონა მოყავდა ხო თავისი მიწაზე იმას ვერ ჩააბარს უნდა გადაყაროს გაიგებ ნაძირალებს რა აქვს ჩაფიქრებს საერთოდ უნდა მოსპონ ქართველი კაცო ჩამოვიდეს აქ პაკისტანელი ისა ესა და მისცემენ მოქალაქეობას და უამრავი კითხვები ვერ ვასწრებთ ხოლმე ამ ცოტა ხანში თორე სად არის დავით გარეჯზე პასუხი არა არაბებზე პასუხი არა ამ ემიგრანტებზე პასუხი არ არის არაფერზე პასუხს არ იძლევიან ეს ნაძირალები და რა ვქნათ აი ესე დღეში ვარ და თქვენ დალოცულობო ნიჰილიზმის დედავატირე მე ესე ცხოვრებაში თუ გირჩევნიათ ყოფნა ღმერთმა გაგიმარჯვოთ მაგრამ არ არის სწორი იმიტომ რომ წავლენ ოჯახიდან შვილები შვილიშვილები და დავრჩებით ესე იმათ რატო უსწობთ მომავალს იმიტომ რომ ჩვენ გვეზარება უბრალოდ მიტინგზე მისვლა არჩევნებზე მისვლა ამიტომ უსწობთ მომავალს იმ ხალხს გადახვეწილები რო არიან 900 იქით და მომავალ თაობას ხო მაგას ვიზახი შვილები მე აიღებენ და ჩაგვაფურთხებენ საფლავში და ხსენებაც არ იქნება ჩვენი და ამითი მორჩება ყველაფერი რა მადლობა რომ გვისმენდით ღმერთი იყოს თქვენი შემწე ემოციისთვის უკაცრავად რა ვქნა სხვანაირად არ გამოდის გული შევტყვე ამ ქვეყანაზე კაცო გვიბრძოლია გვიწვალია რა ვიცი აქ არის ჩვენი მამაპაპანი და ყველანი აქ არიან და გვინდა რომ რაღაცას დავამსგავსოთ ეს ქვეყანა და თუ ერთად არ დავდექით არ ვიბრძოლით არაფერი არ იქნება შემოკარგებო გფარავდეთ უფალი და მომავალ შეხვედრამდე ღმერთი იყოს თქვენი შემწე